დემოკრატების ზესტაფონში 190-მდე წევრმა დატოვა. 15 კომიტეტის წევრი და 180 ადამიანი პარტიიდან იმ მიზეზით წავიდა, რომ მათი ხელმძღვანელი ყოფილი ნაციონალია. ინფორმაციას არც შტაბის ხელმძღვანელი უარყოფს. დავით ფერაძე ჟურნალისტებთან საუბრისას ადასტურებს, რომ ნაციონალური მოძრაობის ყოფილი წევრია, თუმცა იმასაც ამბობს, რომ ყოფილმა ხელისუფლებამ ის უსამართლოდ დააპატიმრა. ჯერჯერობით უცნობია, შეუერთდებიან თუ არა პარტიის ყოფილი წევრები სხვა რომელიმე პოლიტიკურ ძალას. ჩვენ ვაპირებთ საზოგადოების სექტორში გადასვლას და მე ერთად გადავწყვიტოთ. ერთობლივად მივიღებთ გადაწყვეტილებას, რადგან ყოველთვის ერთი გუნდი ვიყავით. ყველაფერი ერთად გავაკეთეთ და გვინდოდა რომ მაღალი შედეგებისთვის მიგვეღწიეთ და მართლა გული მწყდება რომ ასე მოხდა. მიზეზი იყო ის რომ ჩვენ დაუკითხავთ მიიღეს გადაწყვეტილება ცენტრალურ ოფისში რომ კოალიციის ხელმძღვანელად ეგრეთ წოდებული ბურჯანაძე ერთიანი ოპოზიციის ხელმძღვანელად გამოეშვათ დავით ფერაძე, რომელიც არის პირველი ერთ-ერთი ნამდვილი რეალური სახე ნაცმოძრაობის და ამის მიზეზი ეს გახდა სწორედ რომ ამ ადამიანის გვერდით თქომა ჩვენთვის არის ძალიან მიუღებელი. თვითონ კახა გოქაძე რამოდენიმე თვის წინ თვითონ გაუშვეს პარტიიდან უშუალოდ კახა გოქაძე ჩვენ ჩამოვყალიბეთ ახალი გუნდი ნინო ბურჯანაძე ერთიანი ოპოზიცია ამ ქალაქში ზესტაფონის ქალაქში და ჩვენ ვაპირებთ სერიოზულად ბრძოლას შრომას იმისათვის რომ მოვიგოთ ყველა საარჩევნო ოლქი